და მეც მოვედი ახალი 10 ცალი ამანათით. აგდებს, არ ვიცი, შეიძლება TikTok-ზე და Facebook-ზე კადრში არ ჩანდეს ხოლმე, მაგრამ აი აგდებს დამიჯერეთ და აქედან გადმოვიტან ახლა ყველას. დავიწყოთ პირველი ამანათით. სანამ ამანათების გახსნას დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერია Georgian Time, ამანათების გადამზადი კომპანია, რომელიც მეხმარება, რომ ეს ამანათები პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვიტანონ. ძალიან კარგი სერვისი აქვს, ძალიან სკაფები არიან, აუზიანებლად ჩამოაქვთ ყველაფერი, ასე რომ თუ დაგჭირდებათ საქართველოდან პოლონეთში, პოლონეთიდან საქართველოში ამანათის გაგზავნა, მიმართეთ მათ. გავაგრძელოთ პირველი ამანათის გახსნა, ვნახოთ რა იქნება. ოჰო, რაღაც ყუთია, მუსიკალური ნოტები ახატია და ვნახოთ რა არის. აი ესეთი რაღაცაა, მეგობრებო. ნახოთ ახლა შიგნით რა შეიძლება idოს. მაქვს ასევე საიტი დაკარგული ამანათები.g. ის ნივთები, რომელიც ამანათში მომივიდა და მე არ ვიტოვებ, ის ნივთები იყიდება იქ. ადეკვატურ ფასებში ვსვლელობ გავყიდო. აბა, ნახოთ რა ხდება. საკმაოდ ხარისხიანი USB მოყვება. ნახოთ აბა ახლა აქ ვაიმე, საკე მოყვება და რა ლამაზია. საათიც არის, აქ საათი უნდა დაეხატოს, მაგრამ ვერ ხვდები როგორ ირთვება. აი, ანუ ნახე ესე დგება, საკე ხდება, თან დინამიკია, შეგიძლიათ Bluetooth-ით დააკავშიროთ და თან ამასთან ერთად არის საათიც. აი, საათსაც აჩვენებს აქ. როგორც უმუდავ შეერთებული უნდა იყოს. ეხლა მე ვეცდები დაუკავშირო. საკმაოდ დიდი ხმა. ბოლომდე ვერ მოგასმენინებთ მუსიკას, იმიტომ რომ მე რამოდენიმე წამის მერე YouTube ბლოკავს ხოლმე და სხვა სოციქსელები, მაგრამ ძალიან კაი რამეა, ამაზე უნდა დავფიქრდე, მე ვიტოვებ თუ ვყიდი, იმიტომ რომ იშვიათი რაღაცაა, აი ნახეთ საათი რა ლამაზად დაჩვენებს, ანუ წარმოგიდგენთ რამდენი ფუნქცია აქვს, სარკე აქვს, ტელეფონს ტენის და დინამიკი აქვს. და მე მგონი შიდა ელემენტიც აქვს, იმიტომ რომ გამოვაერთე, ისევ დატენილი დარჩა. აი ვიდეოს დასაწყისის ეს არის, ძალიან მაგარი ნივთი ამოვიდა, ძალიან გამიხარდა, გადავიდეთ შემდეგ ნივთზე. აი ჩანთა მეც კი ვიტყოდი, მაგრამ ამ ხელა ჩანთა უკვე წინა ვიდეოში, არ ვიცი ვიდეოს რა თანმიმდევრობით დავდებ, მაგრამ წინა ვიდეოში მაინც გეტყვით, რომ რას გადავიღე, იმაში ორი ჩანთა მოვიდა, ძალიან კაი ჩანთები. აქ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ რამდენჯერაა გადაფუთული. ვაი, რაღაც უცნაურია. ესეთი რაღაც ამოვიდა, ვაკუუმშია. აჰა, როგორც მივხვდი ბალიშია. არა, ბალიში არა. ბალიჩა, აი ესეთი გძელი, ძალიან რბილი, სავარაუდოდ აი ესეთები, რომელსაც აქვს საბაზანო ხალიჩა. არ ვიცი, ხა გასაყიდად როგორ დავდო ეს, არ ვიცი, მეც არ მგონია გამოვიყენო გამეში, მაგრამ ნუ მოვიფიქრებთ რამეს. ძალიან კაი რამეა, ძალიან მომეწონა. შემდეგი, ცოტა ცნაური ფორმა და ძალიან მსუბუქი, სუპერ მსუბუქი ამანათი. ამაზე ხელით გავხსნი, გაიდება ეხლა ამაში რაღაც იმედგაცრუება. ვნახოთ ამ იმედგაცრუებაში რა დებს. არაფერი არ აწერია Z. ვაიმე, რა არის? აი ესეთი ძალიან მოვაცალოთ. და მე მგონი უკანა მხრიდანაც იგივეა. დეკორატიული ყვავილებია. რასა ყვავილებია? აი ესეთი. და აი ესეთი. ნუ იყო რა, აი რო არა პირველი ნივთი, ვიტყოდი რომ ძალიან ცუდი ვიდეო გამოვიდა, ძალიან ცუდი რაღაცები ამოდის ხო? გავაგრძელოთ. ძირითადად გრძელი ამანათები მაქვს მოტანილი. ხედავთ კიდევაც ვიდეოში. ნახოთ. რაღაც კაია, მე მგონი განათებაა. ესეთი ხვა მომივიდა, ეგეთი მიყენია ხა უკან. და ვნახოთ ახლა. რაც მე მაქვს ზუსტად იგივეა, ზუსტად. პულტიც იგივე აქვს და დასადგამიც. ოღონდ ეს ცოტა, ამას უფრო დიდი დასადგამი აქვს ქვემოთ. უფრო მასიურია. ეს უფრო კაი ხარისხია, გაცილებით კაი ხარისხია, რაც მე მაქვს. აი, ახლა ეს დანომღილი უნდა იყოს ესეთი რომელია თუ ყველა ერთმანეთზე მიდის. ეს ახლა უეჭველი და გავტესტო. რაღაცას აღასწორად ვაკეთებ. ესე რატო ყანყალებს? ესე უნდა ყანყალებდეს? აჰა. სწორად ჩავსვი და ნუ ესე გძელდება რა. აჰა, რა კაია. ძალიან კაია. არ ვიცი, ამას დავიტოვებ თუ არ დავიტოვებ. ამას მოვხსნი. აბა ვნახოთ რა ფერები აქვს. მწვანე, ლურჯი, წითელი. ანუ ეხა რა მოხდა, უკან ხო ეგეთივე განათება მაქვს, მე ძველი ამანათებში მომივიდა და ამას რო ვაჭერ, უკანაც მეცვლება განათება თუ ნახავთ. ანუ პრიკოლი მოხდა რა, ეს პულტი უნივერსალურია და ჩემ განათებაზეც მოქმედებს, რაც უკან მიდევს და უკანაც შემეცვალა, ეხა ნახე. უკანაც მეცვლება. სხვა ფონი მქონდა უკან და ამასაც ეცვლება. მაგარი პრიკოლი და მაგარი რაღაცა, რა ფერი მქონდა უკან გადავაბრუნოთ? ეს ფერი მქონდა უკან. ამას ისაა კიდე რა. ხმაზე რო რეაგირებს, კაი გავაკეთოთ. ხმაზე რეაგირებს და ეს რაღაცეებზე.
მაგრამ უკანას მეცვლება სამწუხაროდ. ძალიან კაი რაღაცა, არ ვიცი ამას გავყიდი თუ დავიტოვებ, იმიტომ რომ ესეთ რაღაცეებზე როგორც გითხარით, გიჟდები. შეიძლება გვერდზე დავიმატო კიდე ერთ განათებად, არ ვიცი. ძალიან კაი რაღაცა, რითამ კიდე ერთი მოყვება, ეს ბოლომდე ვეღარ გავედი, ვიდეოში არ გამოჩნდებოდა, მაინც გააზრი აქვს. ძალიან მაგარი რაღაცა, ანუ ეს ვიდეო იქნება ტოპი დაწმუნებული ვარ და ძალიან ბევრი ნახვა უნდა გქონდეს. ეხლა დავშალოთ. ერთი სიტყვით 99% მაგას დავიტოვებ, იმიტომ რომ თან ერთი პულტი მუშაობს, ჩემ უკან განათებაზე და მაგაზე და ძალიან კაი setup შევკრავ. ძალიან მაგარი იყო. ყველაზე კაი ამანათები ჩემი ამანათების ისტორიაში 6 ამანათი დარჩა და როგორ დაგვიგვინდება ეს ყველაფერი ვნახოთ. შემდეგი გრძელი ამანათი, საკმაოდ მძიმეა, ვნახოთ თამაში რა ამოვა. ეხლა ისეთი გახარებული ვარო. ძალიან გახარებული წავიყვან მთელ იმას, თქვია ვიდეოს. ვნახოთ ეხლა ამაში რა დევს, მძიმე. აჰა. რა ის? რაღაც divider სისტემაა, არ ვიცი რა არის. კონსტრუქციაა, აი ესეთი divider-ები, არ ვიცი რისთვის გამოიყენება, არ ვიცი რა არის, მე ChatGPT-ს ვკითხავ. შეგახსენებთ, რომ ჩემი საიტია დაკარგული ამანათები.g. შედიხართ და პოულობთ ნივთებს. არის ფაზაკლებული ნივთებიც, რომელიც წინა ამანათებიდან ამომივიდა, არის ჩვეულებრივი ნივთებიც, რომლებსაც ამ ვიდეოებში ნახავთ. ორივე კატეგორია შემოწმეთ ხოლმე. ფაზაკლებული ნივთებში ცოტა იაფად არის ხოლმე პროდუქცია, იმიტომ რომ ძველი ვიდეოებიდან არის, ხოლო ჩვეულებრივი ნივთების კატეგორიაში ჩვეულებრივი ფასებია რა. ადეკვატური ვცდილობ ხოლმე, რომ იქაც ადეკვატური ფასები დავალო. შემდეგი ეს გრძელი ამანათი, არ ვიცი რა დევს. ვნახოთ რა დევს. ვნახოთ რა შეიძლება იყოს. აი ესეთი რაღაც ასაწყობია, აი ესე განახებთ. ესეთი ასაწყობი რაღაცა არის. და რა არის? სარეცხის დასასორტირებელი რაღაცაა? აი ესეთი რაღაცა არის. აი ესეთი რაღაც გამოდის ბოლოს, უნდა აწყოთ და სარეცხი უნდა ჩადოთ შიგნით და უნდა გააშროთ, მე მგონი თუ რაღაც. ნუ ამასაც მე საიძე ავტვითავ გასაყიდად და მე უკვე კარგად მოვიძიებ რა არის, როგორ არის, ისე ვერ მივხვდი ახლა, აქ ვერ ავაწყობ ამას, ძალიან ბევრი კონსტრუქცია აქვს. მაგრამ ნახავ რა არის და საიძე ელოდეთ ამის დამატებასაც. შემდეგი ნივთი, ისევ ბრტყელი. ნუ ნორმალურად მიდის ვიდეო, მე მგონი, რა სიტყვით არა? ოჰო, კიდე განათება მე მგონი და გავაფრენ. არა, არ არსებობს. არა, ეს თუ ეს არა, charging dock-ია მაგრამ. ხოლოდ ის არის. მე მეგონა ეს რაღაცები მოყვა. ანუ VR-ი და ხელში დასაჭერი, მაგრამ ხოლოდ ამის სატენი დაფა არის. ანუ ამ რაღაცებს როტენის, ანუ ვისაც ეს გააქვთ, მაგის სატენი დაფა. აქ საბოლოოდ დამტენი მოყვება, აღარ ვნახავ, სპეციფიური ნივთია ძალიან. აქ რაღაცეები მოყვება კიდე, რა მოყვება? ანუ ელემენტები მოყვება აქ. აი ეს გვერდებზის რაღაც ელემენტები მოყვება. Oculus Quest 2, ვისაც არ აქვს, Oculus Quest 2, ესეთი სათამაშო ინვენტარია, ორი ცალი ჯოისტიკი ხელში გასაკეთებელი და VR-ი, აი მაგის დამტენია. Oculus 2-ის დამტენია, საკმაოდ კარგად გამოიყურება, ძვირად ღირებული ნივთი ჩანს, იმიტომ რომ კაი აწყობილია, ეგრევე ხვდები ხელში. ესენი მოყვება, კიდე ეს არ ვიცი, ვისაც ეგ ნივთი აქვს, ალბათ მაგ მიხვდება რა არის. ესეც დაიდება ჩემს საიტზე გასაყიდად, დაკარგული ამანათები.g-ზე. მე მეგონა მთლიანად ეს Oculus შემომივიდა და ძალიან გამიხარდა, მაგრამ ვინერას დაგიტოვებს. სანამ ამანათს გავხსნი, შეგახსენებთ, რომ ჩემი ვიდეოების მხარდამჭერია ამანათების გადამზიდი კომპანია Georgian Time. სწორედ ისინი მეხმარებიან, რომ პოლონეთიდან ჩამოვიტანო ამანათები. რიგით მე-7 ამანათი, მე მგონი, ხო? მე-7 ამანათი, გავხსნათ და ვნახოთ რა არის. ეს არის ბავშვის სათამაშო Lego სავარაუდოდ. კი. ეს არის Lego. ესეთი ასაწყობია და მანქანებით უნდა იარო აქეთ-იქით. ცოტა ტვინის სავარჯიშოა უფრო ბავშვებისთვის. მონოპოლივითაა, მეგონი მანქანები დადიან Z. ესეც საიზ დაიდება, ბავშვი მე არ მყავს. შეამოწმეთ ჩემი საიტი დაკარგული ამანათები.g. შემდეგი, რა მძიმეა. და რაღაცა ცუდიდებს აქ. ფსიქოლოგიურად მომზადები, ხელა რომ რაღაც საშინელება უნდა იყოს ამაში. პარკიც კი არ ზღება ნორმალურად. რაღაც ძალიან ცუდი მოდის მეგობრებო. რაღაც ძალიან ცუდი გვიახლოვდება. გასაგებია. ეს არის ასაწყობი. აი ესეთი რაღაცა არის, ესე რო იწყობა რა. ლანგარივით, მაგრამ ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც მოყვება. აი ესეთი ასაწყობი. ეს და კიდე ფოდნოსი მოყვება უამრავი. ნუ ხო თქვი ცუდია მე საჩემო არა. ნუ არ ვიცი ეს ვკითხავ ჯერ ჩემ ქალბატონ მეუღლეს თუ ვიტოვებთ თუ არა და გასაყიდად გავუშვებ ამასაც. რა ჩემ გვინდაო ასე რომ საიტი შეამოწმეთ დაიდება გასაყიდად აუცილებლად და ფოტოს იქნება მე აწყობილის თუ ავაწყეთ. შემდეგი და ბოლო ამანათი. კაი მძიმე ამანათია. აბა მოემზადეთ ვიდეო სრულდება. აწერია რა ვახთო? არ გვაწერიაო. კაი რო არ იქნება რამე, ესეთ ყუთებში კაი როდის იყო ამოდიოდა. აბა ვნახოთ. ვაიმე. ეგრეთ წოდებული ჟარონები ამოვიდა, ხუმილის ჟარონები. ორი ცალი ჟარონა ამოვიდა და მოყვება თავისი სეტკები. ერთი სეტკა
და 2 სეტგა. ხო, ანუ ერთი სიტყვით ესეც ჩემს საიტზე დაიდება დაკარგული ამანათების წერტილი G. სულ ეს იყო მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.